და მივხვდი რომ მეთქი აი ხა რაღაცა მოხდება. ესე მარტივად არ გამოვა ეს ამბავი მეთქი და 5 თუ 6 საათი არის უკვე ამ ყველაფერს ამოწმებენ და ამ პროცედურებს გავდივარ. საბოლოოდ მაინც ისრაელის ტერიტორიაზე ვარ და წინ გველოდება ძალიან საინტერესო მოგზაურობა, დარწმუნებული ვარ. შეგახსენებთ, ეს არის აღდგომის ტაძარი, აი ეს არის ის ადგილი, სადაც ყოველ წელს აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლი გადმოდის. შემოვედი მეგობრებო და აი ეს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც იესო დაიბადა. მოგესალმებით მეგობრებო, იორდანიის ულამაზესი ქალაქი აქაბადან. ვინც წინა ვიდეოს უყურეთ და ჩემი გამომწერები ხართ, გეცოდინებათ რომ იორდანიაში მოგზაურობ და უკვე დავათვალიერეთ იორდანიის ყველაზე გამორჩეული და საინტერესო ადგილები. ხოლო რაც შეეხება ჩვენს შემდეგ მოგზაურობას, როგორც წინა ვიდეოში გითხარით, ახლა შევეცდები გადავკვეთო ისრაელის საზღვარი. რამდენად გამომივა არ ვიცი, რადგან ისეთ ქვეყნების ვიზა არის ჩემს პასპორტში, რომელთანაც ისრაელი 99%-თან არ მეგობრობს და იმედია ეს ყველაფერი ხელს არ შემიშლის. ასე რომ ჩვენი მოგზაურობა გაგრძელდება ისრაელში და მომდევნო 1 კვირის განმავლობაში დავათვალიერებთ განსაკუთრებით ქრისტიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებს და ყველაზე გამორჩეულ ადგილებს, სადაც ალბათ ნებისმიერი ქრისტიანი ოცნებობს რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში მოხვდეს და იმედია ეს საშუალება მე მომეცემა. იმედია ამ ყველაფერს კარგად გადმოგცემთ თქვენ და იმედია საინტერესო მოგზაურობა გამოგვივა. და რა თქმა უნდა ეს საინტერესო მოგზაურობა რომ არ გამოგჩეთ, არხი უნდა გქონდეთ აუცილებლად გამოწერილი, ვიდეოები უნდა დაალაიქოთ და კომენტარები დაწეროთ თუ გინდათ რომ ჩემს არხს და ჩემს მოგზაურობას გვერდში დაუდგეთ და ეს არხი განვითარდეს. აქვე შეგახსენებთ ჩემს ინსტაგრამსაც, რადგან ამ ყველაფერს თქვენ ვინც ამ ვიდეოს ახლა უყურებთ, შეიძლება დღეს გებულობთ ამ ყველაფერს და ვისაც ინსტაგრამზე უკვე გამოწერილი ვყავარ, ეს ყველაფერი ბევრად უფრო ადრე გაიგო და იმ ადგილებშიც უკვე იმოგზაურა ჩემთან ერთად. ახლა შევეცდები გამოვიტანო ბანკომატიდან ტაქსის თანხა, რაც დამჭირდება საზღვართან მისასვლელად. საზღვარი აქედან დაახლოებით მაქსიმუმ 20 წუთის გზაზე არის, არც ისე შორს არის, ასე რომ დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ვიდეოს არხზე იხილავთ და თუ ამ ვიდეოს არხზე ნახავთ, ისე იგი საზღვრის გადაკვეთაც უპრობლემოდ მოვახერხე. უკვე გამოვიარე პატარა შემოწმება და მოკლედ იმედია ეხლა რაიმე პრობლემა არ შემექმნება საზღვარზე რა. ცოტას ნერვიულობ სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ არ ვიცი რა მოხდება, გადავალ თუ არა საზღვარზე და რა თქმა უნდა იქ არაფერს არ გადავიღებ, ეხლა კამერას გამორთავთ, ჩანთაში შევინახავ რომ რაიმე პრობლემა არ შემექმნას ამის გამო. მოკლედ წავედი და როგორც კი გადავკვეთავ საზღვარს დაგიბრუნდებით. გამოვედი მეგობრებო და ოფიციალურად ისრაელის ტერიტორიაზე ვარ და მინდა მოგიყვეთ ახლა რეები გადავიტანე მთელი ამ დაახლოებით 5 საათის განმავლობაში. თქვენთვის 2 წამში გაიარა ამ ყველაფერმა, მაგრამ მოკლედ აქ დრო ისე გაიწელა, რომ ეს 5 საათი არ ვიცი, ალბათ 1 კვირას უდრიდა. მოკლედ როგორც კი მივედი თავიდან ისრაელის ტერიტორიაზე, პირველივე გამშვებ პუნქტზე, პასპორტი რომ მივეცი, დახედა რაღაც საქართველოს გამარჯობა რაღაცა სიტყვები მითხრა და მეც რაღაც ძალიან გამეხარდა რომ მეთქი ვა რაღაცა მარტივად გავალ და რა. მე პასპორტი გადაშალა, ვიზების დათვალიერება დაიწყო და რაღაც ნელ-ნელა სახე შეეცვალა ამ კაცს რა. და მივხვდი რომ მეთქი აი ხა რაღაცა მოხდება. ესე მარტივად არ გამოვა ეს ამბავი მეთქი და მოკლედ ყველაფერი ჩამომართვეს. ჩანთა ყველაფერი. დაახლოებით 5 ადგილას გადაამოწმეს ყველაფერი, ჩემი ჩანთიდან სათითაოდ ამოვალაგეს ყველაფერი. აი თითო მაიკაც კი ცალ-ცალკე შეამოწმეს. უსაფრთხოების ყველაზე მკაც ზომებში გამატარეს მოკლედ. რა თქმა უნდა მეც თავიდან ბოლომდე შემამოწმეს. მე დაკითხვაზე გადამიყვანეს ერთთან. მე მეორე ოფისში გადამიყვანეს დაკითხვაზე და ბოლოს კიდე ცალკე ვიღაც
ყველაზე უფროსი ვინც იყო, იმასთან კიდე დაკითხვაზე. ჩემ ტელეფონში შეამოწმეს კონტაქტები, ვისთან მაქვს კონტაქტი დღესდღეობით ირანიდან, ავღანეთიდან, თუ ვინმეს ვეკონტაქტები. ასევე ჩემი YouTube არხი. მოკლედ, თავიდან ბოლომდე შეამოწმეს დეტალურად ყველაფერი და სიმართლე გითხრათ, რაღაც მომენტში იმედი გადამეწურა, რა ვიფიქრე, რომ არ შემიშვებენ მეთქი და მომიწევს ისე უკან იორდანიაში დაბრუნება მეთქი. მაგრამ არაფერი არ მომიტყუებია, ყველაფერი სიმართლე ვილაპარაკე, რაც იყო, როგორც იყო. რატომაც მოგზაურობდი ასეთ ქვეყნებში და რა იყო ჩემი მიზანი, რომ დიდათ ეხა ავღანეთში მოგზაურობა მეც არ მსიამოვნებს მეთქი, მაგრამ ანდახან გვიწევს ისეთი რაღაცების გაკეთებაც, რომ საქმიდან გამომდინარე საჭიროა მეთქი. და მოკლედ, ესე საბოლოოდ მაინც მეგობრულად დავშორდით ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ 5 თუ 6 საათი არის უკვე ამ ყველაფერს ამოწმებენ და ამ პროცედურებს გავდივარ. საბოლოოდ მაინც ისრაელის ტერიტორიაზე ვარ და წინ გველოდება ძალიან საინტერესო მოგზაურობა, დარწმუნებული ვარ. ეხლა საზღვრიდან ფეხით გავდივარ ავტობანამდე, იმიტომ რომ არაფერი არ დადის, აქ არც ტაქსი იყო გარეთ რომ გამოვედი, არც ავტობუსი, არაფერი. აზრი არ ვარ ქალაქში როგორ უნდა წავიდე, რა უნდა გავაკეთო, ასე რომ თქვენთან ერთად გავერკვევი ამ ყველაფერში. დღევანდელ გეგმებს რაც შეეხება, ვაპირებდი რომ დღესვე წავსულიყავი იერუსალიმში, მაგრამ არ ვიცი რამდენად მოხერხდება, რადგან 3-4 საათის გზაზე არის აქედან იერუსალიმი და ფაქტიურად უკვე ღამდება, მოსაღამოვდა და ყველაზე ახლო ქალაქი აქედან არის ელათი. შეიძლება ელათში მომიწიოს ღამე დარჩენა. ასე რომ ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი, გზა და გზა ყველაფერში გავერკვიოთ. მოკლედ პირდაპირ ვერ მოვახერხე ავტობუსის გაჩერება ავტობანზე და ეხლა ქალაქისკენ მომიწია წამოსვლა და ერთმა კაი ადამიანმა გამიჩერა ეხლა მანქანა და წამომიყვანა ქალაქში. სხვათა შორის ხელიც არ დამიქნევია, რომ არ იფიქროთ, რომ რაღაც მე გავაჩერე, თვითონ გამიჩერა და შემომთავაზა წამოყვანა, ასე რომ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად დაიწყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საზღვარზე 1-5 საათი დაკითხვაზე ვიყავ. If you want to say something, to say hello to my subscribers. What's your name? Leo. Hello to Leo subscribers. I've just found Leo walking Hello. on the road and decided that it's not appropriate and took him. And now I'm gonna put him in the bus station and send him on his way to Jerusalem. Thank you. Absolutely, man. მოვედი ავტობუსების გაჩერებაზე და ნახოთ რამდენად მარტივად მოვძებნი ავტობუსს. ბილეთებს ადგილზე ვერ ვყიდულობ, იმიტომ რომ ყველა სალარო დაკეტილი არის და არავინ არ იცის სად უნდა ვიყიდო ბილეთი რა. ძირითადად ყველა ონლაინ ყიდულობს და მე ჯერ ვერ გავერკვი ამ ყველაფერში რა. იმედია ადგილზე რომ მოვა ავტობუსი, ადგილზევე შევძლებ ბილეთის ყიდვას. მე მგონი გამიმართლა მეგობრებო. მე მგონი გამიმართლა, იმიტომ რომ ესე რო ვამბობ ხოლმე, მე რაღაცა ხდება და მედია არაფერი არ მოხდება. როგორც აღმოჩნდა, წინასწარ უნდა დაჯავშნო აქ ბილეთი და ვინაიდან წინასწარ მე ვერ დავჯავშნე ბილეთი. მომიწია მძღოლთან თხოვნა, რომ მეთქი ადგილზე ვიყიდი თქო და არა ადგილზე ვერ იყიდიო, არ შეიძლებაო და მოკლედ რაღაცნაირად მიჯიგრა და ამოდიო რა და არც გადამახდევინა თანხა. ნახოთ რა იქნება, იმედია ვინმე თავის ადგილს არ მოაკითხავს ეხლა და დამაჯინეო არ მეტყვის. თუ ეგრე მოხდა, მაშინ არ ვიცი რას ვიცი. ჩვენი პირველი გაჩერება ნახევარზე მეტი გზა ალბათ უკვე გამოვიარეთ. დარჩენილი არის ალბათ საათნახევარი, მაქსიმუმ 2 საათის გზა. სასტუმროებს ვეძებდი მთელი გზა, მაგრამ არ ვიცოდი თუ ესე ძვირი ღირდა იერუსალიმში სასტუმროები. ერთი ღამე $60 ნაკლებად ვერ ვნახულობ ფიზიკურად, ასე რომ არ ვიცი, 3 ღამე ვაპირებდი დარჩენას იერუსალიმში, მაგრამ შეიძლება შემეცვალოს გეგმები ამ ფინანსების გამო. კოკა-კოლა ვიყიდე ახლა მაღაზიაში და გადავიხადე დაახლოებით $4, რაც მე მგონი, რავი, ძალიან ძვირია რა. და თუ ესეთი ძვირიანი ქვეყანა არის ამოგზაუროთ. დიდი ხანი ვერ ვიმოგზაურებ რა. ჩამოვედი იერუსალიმში ვარ. სხვათა შორის ბევრად უფრო სიგრილი არის იერუსალიმში ვიდრე სხვა ქალაქებში, სადაც ვიმოგზაურე. და ეხლა ვნახე ერთი სასტუმრო, რომელიც ცენტრთან ახლოს არის, ლოკაცია კარგია. და 2 ღამეში გადავიხადე დაახლოებით $100.
დაახლოებით არა $100-ზე ცოტა მეტი. იმედია სასტუმრო მაინც იქნება ნორმალური, თან საუზმეც არ შედის ამ ყველაფერში. საკმაოდ ძვირია ბიუჯეტური მოგზაურისთვის, მაგრამ სხვა გზა არ არის რა. ეხლა ავტობუსს ველოდები და შევეცდები, რომ როგორმე მივიდე ჩემს სასტუმრომდე. ესეც ჩემი სასტუმრო. მოკლედ დავბინავდი, მაგრამ ნომერში ჯერ არავსულ არ გარეთ გამოვედი, მაღაზიას ვეძებ. როგორც მითხრეს სასტუმროში ყველაფერი დაკეტილიაო, მაგრამ შეიძლებაო 1-2 მაღაზია იყოსო ღია რა. დავუცდი, იმიტომ რომ საერთოდ არაფერი არ მიჭამია დღეს და რამე თუ არ ვიყიდე მაღაზიაში, ხვალ დილამდე ხასიათში გადამეზდება, ასე რომ იმედია ღია დამხვდება. მაღაზია ვერ ვიპოვე, მაგრამ აი ესეთ პიცერიას მოვაგენი, მე მგონი ერთადერთი ობიექტი არის ღია მთელ ქალაქში და ფასები რო გითხრათ, ყველაზე პატარა ზომის პეპერონი ღირს $12. მოვედი სასტუმროში და ესეც ჩემი ნომერი. სააბაზანოც სუფთად გამოიყურება. ერთი ესეთი პატარა ოთახია. მოკლედ წავედი, ახლა დავისვენებ მოწესრიგდები და ხვალ დილიდან დავიწყოთ იერუსალიმის დათვალიერება. ესეც ჩვენი პირველი გამოსვლა იერუსალიმის ქუჩებში და დროა დავიწყოთ ამ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქის დათვალიერება. როდესაც პირველად გამოდიხარ იერუსალიმის ქუჩებში, ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ თითქოს ისტორიაში მოგზაურობ, თითქოს რაღაც ისტორიის ნაწილი ხდები და თითოეული კედელი და თითოეული ნაბიჯიც კი რაღაც ისტორიას უკავშირდება. იერუსალიმი, ქალაქი, რომელიც მსოფლიოს რუკაზე თითქოს პატარა წერტილია, მაგრამ მის გარშემო ტრიალებს კაცობრიობის 1000-წლოვანი ისტორია. ეს არის ადგილი, სადაც ხდება რელიგია, ისტორია და პოლიტიკა. ქალაქი, რომელიც ერთდროულად წმინდა იუდაიზმისთვის, ქრისტიანობისთვის და ისლამისთვის. საუკუნეების განმავლობაში იერუსალიმი არაერთხელ განადგურებულა და შემდეგ თავიდან აშენებულა, მისთვის იბრძოდნენ ბიზანტიელები, რომაელები, ბაბილონელები, მუსლიმები, ჯვაროსნები და ბოლოს ოსმალები. მისი ისტორია იწყება დაახლოებით 4000 წლის წინ. პირველი დასახლება გაჩნდა ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში, ხოლო ბიბლიის მიხედვით მეფე დავითმა იერუსალიმი გააერთიანა და გახდა ისრაელის დედაქალაქი. ხოლო მოგვიანებით მისმა შვილმა მეფე სოლომონმა აქვე ააგო პირველი ტაძარი, რომელიც იუდეველებისთვის ყველაზე წმინდა ადგილად იქცა. 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ იერუსალიმი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირებების ცენტრად იქცა. ქრისტიანებისთვის იერუსალიმი უდიდესი მნიშვნელობის ქალაქია. აქ გაატარა იესომ თავისი ბოლო დღეები. ჯვრის გზა, გოლგოთას მთა და აღდგომის ტაძარი. ყოველ წელს ათასობით მომლოცველი მოდის აქ, რომ იმ გზაზე გაიაროს, სადაც იესო ჯვარს ატარებდა. მუსულმანებისთვის კი იერუსალიმი მესამე ყველაზე წმინდა ქალაქია, მექასა და მედინის შემდეგ. ტაძრის მთაზე აღმართული ალაქსას მეჩეთი და ქვის გუმბათი ეს არის ადგილი, საიდანაც ლეგენდის მიხედვით წინასწარმეტყველი მუჰამედი ზეცად ამაღლდა. ხოლო იუდეველებისთვის კი ქალაქის ყველაზე წმინდა ადგილი გოდების კედელია. ძველი ტაძრის შემორჩენილი დასავლეთ კედელი, სადაც ყოველდღიურად მოდიან ადამიანები, რომ თაყვანისცენ ღმერთს და დატოვონ ფურცლები თავიანთი სურვილებით. დღეს ქალაქი ორ ნაწილად იყოფა. დასავლეთ იერუსალიმი თანამედროვე ისრაელის ადმინისტრაციის ქვეშ მყოფი ტერიტორიაა, ხოლო აღმოსავლეთი ძირითადად არაბული მოსახლეობით დასახლებული ნაწილია, რომელსაც პალესტინელები საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევენ. მოვედი ძველ ქალაქში, სადაც არის ძირითადი სანახაობები ყველა და ესე გამოიყურება შესასვლელი კარიბჭე. როგორც კი შემოვედი ამ ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, აი ეგრევე იგრძნობა განსაკუთრებული ენერგია ტრიალებს ამ ქალაქში. ახეთ როგორი ქუჩები არის ყველგან. ვიწრო გასასვლელები, ვიწრო ქუჩები ყველგან და დღემდე ჩვეულებრივად ცხოვრობს ხალხი. არც ისე სისუფთავი არის ამ ქუჩებზე სიმართლე გითხრათ, მაგრამ ეს ისტორია ყველაფერს ფარავს. ჩვენი პირველი ადგილი, რასაც მოვინახულებთ, იქნება ვია დოლოროსას გზა, რაც ნიშნავს მწუხარების გზას და ეს არის გზა, რომელიც გაიარა იესომ
ჯვარცმამდე. და ჩვენი პირველი გაჩერება არის აი ეს ადგილი, სადაც სიკვდილით დასჯა მიესაჯა იესოს და საიდანაც საკუთარი ჯვარი აიტანა გოლგოთას მთაზე. და ამ გზას ახლა თქვენთან ერთად გავივლი მეც. პილატემ კვლავ მიმართა მათ, ვინაიდან სურდა იესოს გაშვება, მაგრამ ისინი გაჰყვიროდნენ. ჯვარს აცვიე. მესამედ უთხრა მათ, რა ბოროტება აქვს ჩადენილი, მე ვერაფერი სასიკვდილო ბრალი ვერ ვნახე მასში. ამიტომ ჯგუას ვასწავლი და გავუშვებ. ისინი კი დაჟინებით ხმამაღლა მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი. და იმძლავრა მათმა ხმამ და მღვდელმთავრების ხმამ. და პილატემ გადაწყვიტა შეესრულებინა მათი მოთხოვნა. გაუშვა შფოთისა და მკვლელობისთვის საპყრობილეში ჩაგდებული, რომელსაც ისინი მოითხოვდნენ. იესო კი მათ ნებას გადასცა. აი ესე გამოიყურება ვია დოლოროსა, გზა, რომელიც გაატარეს იესოს ჯვარცმამდე. სიმართლე გითხრათ, რაღაც მომენტში უბრალოდ ვერ ვალაგებ თავში აზრებს, რამდენად მნიშვნელოვან ადგილას ვიმყოფები ახლა და რამდენად მნიშვნელოვან ადგილებს შემიძლია, რომ ხელით შევეხო. საინტერესო ინფორმაციას იესოს შესახებ და ზოგადად რელიგიის შესახებ კიდე გაგიზიარებთ, მაგრამ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ წინასწარ, რომ ის როგორც რეალური ადამიანი, როგორც ისტორიული ადამიანი ნამდვილად არსებობდა და ამას ადასტურებს ძალიან ბევრი წყარო, ძალიან ბევრი ისტორიკოსი და ძველი ნაშრომები და სხვათა შორის ბევრი რელიგიის წარმომადგენელიც კი ადასტურებს ამ ფაქტს, რომ ის როგორც რეალურად ისტორიული ადამიანი ნამდვილად არსებობდა, ასე რომ ვინც ამ ვიდეოს უყურებს ახლა მორწმუნე იქნება თუ არ იქნება მორწმუნე, შეუძლია უბრალოდ როგორც ისტორიულ ფაქტად ისე მიიღოს ეს ყველაფერი და საკუთარ თავში მერე თვითონ ჩამოყალიბდება რისი სწამს და რისი არა. და ერთი რაღაც მინდა გთხოვნით მოგმართოთ. მე არ ვარ ისტორიკოსი და არც რაღაც გამორჩეული ძალიან დიდი ცოდნით გამოვირჩევი. მე ვარ უბრალოდ მოგზაური, ვინც თავის ოცნებას იხდენს და მოგზაურობს თავისთვის საინტერესო ქვეყნებში და რა თქმა უნდა თქვენთვის საინტერესო ქვეყნებშიც. რა თქმა უნდა შეიძლება რაღაც გამომრჩეს, რაღაც ფაქტი ვერ გითხრათ, რაღაც ისტორია ვერ მოგიყვეთ ისე როგორც ჩემზე უფრო მეტად გათვითცნობიერებული ადამიანი გეტყოდათ ამ ყველაფერს, მაგრამ მე უბრალოდ ვცდილობ გადმოგცეთ რაღაც პატარა ისტორია, დაგათვალიერებინოთ ეს ყველაფერი, ასე რომ იმის თხოვნა მინდა, რომ თუ რამე გამომრჩა, შეგიძლიათ თქვენ უბრალოდ კომენტარებში დაამატოთ, თქვენ გამიზიაროთ რაღაც სხვა ინფორმაცია ან ასე შემდეგ. აი ასე გამოიყურება იესოს მესამე გაჩერება, სადაც პირველად წაიქცა და ჯვრის ქვეშ მოყვა, როგორც წერია. აქვე გვერდზე არის სომხური ეკლესია. აი ეს არის მეხუთე გაჩერება, სადაც როგორც წერია, იესოს პირველად დაეხმარა სიმონ კვირინელი ჯვრის წაღებაში. როცა იგი მიჰყავდათ, გზაში დაიჭირეს მინდვრიდან მომავალი ვინმე სიმონ კვირინელი. დააჰკიდეს ჯვარი, რომ ეტარებინა იესოს კვალდაკვალ. მეოთხე გაჩერება, სადღაც გამომრჩა სამწუხაროდ, ვერ დავინახე, მაგრამ მეოთხე გაჩერება არის, სადაც პირველად დაინახა დედამისი მარიამი. ეს არის მეექვსე გაჩერება, სადაც წმინდა ვერონიკა სახეს უწმენს იესოს. ეს არის მეშვიდე გაჩერება, სადაც მეორედ ეცემა იესო ძირს. ნელ-ნელა უახლოვდებით დასასრულს. ასე გამოიყურება იესოს მერვე გაჩერება გოლგოთას მთისკენ, სადაც იესომ პირველად მიმართა იერუსალიმის ქალებს. მისდევდნენ მას დიდძალი ხალხი და დედაკაცები, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ მის გამო. იესო მიუბრუნდა მათ და უთხრა: იერუსალიმის ასულნო, მუშტირით ჩემზე, არამედ თქვენ თავზე და თქვენ შვილებზე იტირეთ, რადგან აჰა, მოდის დღეები, როცა იტყვიან, ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ. მაშინ ეტყვიან მთებს, დაგვემხეთ ზედ და ბორცვებს დაგვბარეთ ჩვენ.
ვინაიდან თუ ნედლხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღაც უზამენ. როგორც ნახე, იერუსალიმი სამ ნაწილად იყოფა, სამი ძირითადი ნაწილი არის ქრისტიანების კვარტალი, მუსულმანების და იუდეველების. აი ეს გზა უკვე ამოვიარეთ. და აგრძელებთ აქეთ. როგორც მივხვდი, უკვე ბოლოსკენ ვართ დასულები. მოვედით თავარ ტაძართან და დანარჩენი 5 გაჩერება უკვე თვითონ ტაძრის ტერიტორიაზე. ესეც აღდგომის ტაძარი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა ადგილი ყველა ქრისტიანისთვის. აი ეს არის ქვა, სადაც ქრისტე გადმოასვენეს, როდესაც ის ჯვრიდან ჩამოხსნეს. აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, საბჭოს წევრი, კეთილი და მართალი კაცი, რომელიც არ დაეთანხმა მათ თათბირსა და საქმიანობას, იუდეველთა ქალაქ არიმათიიდან, რომელიც მოელოდა ღვთის სასუფეველს. მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. გარდმოხსნა იგი გაახვია ტილოში და დაასვენა კედელში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებიათ. ის დღე პარასკევი იყო და შაბათი დგებოდა. უკან გაჰყვნენ დედაკაცებიც, რომელნიც იესოსთან ერთად მივიდნენ გალილეიდან და უყურებდნენ სამარხს, როგორ დაიდო მისი გვამი. ამის შემდეგ დაბრუნდნენ მოამზადეს სურნელებანი და ნელსაცხებელი. შაბათს კი მოისვენეს ცნებისამებრ. აი ასე გამოიყურება იესოს ჯვარცმის ადგილი. საკმაოდ ბევრი ადამიანი სტუმრობს აქაურობას. აქ ადრე იყო გოლგოთის მთა და ზუსტად აი ამ მთის გარშემო არის ეს ტაძარი აშენებული. ეს არის ადგილი, სადაც იესო ჯვარს აცვეს და ზუსტად აი ის ადგილი არის შუშებში, სადაც იესოს ჯვარი იდგა. დღესდღეობით კი ყველაფერი აი ასე გამოიყურება. როცა იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემის ადგილი ჰქვია, იქ ჯვარს აცვეს ისიც და ბოროტმოქმედნიც, ერთი მის მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ. იესო ამბობდა: "მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ." და გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით. იდგა ხალხი და შეჰყურებდა. თავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: "სხვები იხსნა, ახლა თავისი თავი იხსნას, თუ ეგ ქრისტეა, ღვთის რჩეული." ეუბნებოდნენ: "თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი." მის ზემოთ იყო წარწერა ბერძნული, რომაული და ებრაული სიტყვებით დაწერილი. ეს არის იუდეველთა მეფე. ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი გმობდა მას: "განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც." მიუგო მეორემ, გაუწყვრა და თქვა: "ნუ თუ ღვთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ. ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ. მაგას კი არაფერი უჯერო არ ჩაუდენია." და თქვა: "იესო, გამიხსენე, როცა შენ სასუფეველში მიხვალ." და უთხრა მას: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში." დღის 6 საათი იქნებოდა და მთელი მიწა ბნელმა მოიცვა 9 საათამდე. დაბნელდა მზე და ტაძრის ფარდა შუაზე გაიბო. და შესძახა იესომ დიდი ხმით და თქვა: "მამაო, შენს ხელთ გაბარებ ჩემს სულს." ეს თქვა და სული განუტევა. ასისთავმა რომ იხილა მომხდარი, ღმერთი ადიდა და თქვა: "ჭეშმარიტად, ეს კაცი მართალი იყო." ამ სანახაობაზე შეკრებილი მთელი ხალხი რომ ხედავდა რაც ხდებოდა, გულში ჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან. ყველა ვინც მას იცნობდა და დედაკაცები გალილეიდან რომ მოჰყვნენ, მოშორებით იდგნენ და უყურებდნენ ამას. ცოტა რთულია იმის გადმოცემა, რა ენერგიაც აკტრიალებს. აი თითოეული ხელის შეხებაც კი აი ნებისმიერ ქვაზე იმდენად ემოციური არის, რომ საერთოდ რომც არ იყო მორწმუნე, დარწმუნებული ვარ, ამ ენერგიას მაინც იგრძნობ, რაც აკტრიალებს. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ქრისტიანის ოცნება არის, რომ ერთხელ მაინც მოინახულოს ეს ადგილი ცხოვრებაში და იმედია ამ ყველაფერს კარგად გადმოგცემთ და ეს ყველაფერი კარგად გამომივა, იმიტომ რომ ცოტა საპასუხისმგებლო არის ჩემთვის ეს ყველაფერი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი კარგად გამომივა. აი ეს არის იესოს საფლავი, სადაც ის დაასაფლავეს და შემდეგ უკვე მკვდრეთით აღსდგა. ერთშაბათს უთენიამ მოვიდნენ სამარხთან და მოიტანეს სურნელებანი, რომელიც მომზადებული ჰქონდათ და ნახეს ლოდი სამარხიდან გადაგორებული, მაგრამ რომ შევიდნენ, ვერ ნახეს უფალი იესოს გვამი. ამის გამო შეფიქრიანდნენ და აჰა, მათ წინაშე წარსდგა ორი მამაკაცი, ბრწყინვალე სამოსით მოსილი. რა კი შეძრწუნდნენ და სახე მიწად დახარეს,
მათ უთხრეს, რა დეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის. არ არის აქ არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო, რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელით უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო და მათ გაიხსენეს მისი სიტყვები. დაბრუნდნენ სამარხიდან და ყოველივე ეს უამბეს იმ თერთმეტს და ყველა დანარჩენს. ესენი იყვნენ მარია მაგდალელი, იოანა და იაკობის დედა მარიამი და დანარჩენები მათთან ერთად, რომლებმაც მოუთხრეს მოციქულებს ეს ამბავი. მაგრამ ეს სიტყვები ფუჭად ეჩვენათ და არ დაუჯერეს მათ. ხოლო პეტრე ადგა, გაიქცა სამარხისკენ და რომ დაიხარა, მხოლოდ ტილოები დაინახა და დაბრუნდა მომხდარის გამო გაკვირვებული. სამწუხაროდ შიგნით გადაღება არ შეიძლებოდა არც ტელეფონით და არც კამერით, მაგრამ იმდენად მინდოდა გულით, რომ თქვენთვისაც გამეზიარებინა ეს ყველაფერი, რომ სათვალით გადავიღე მაინც შიგნით რამოდენიმე კადრი და მაინც გაგიზიარებთ შიგნით როგორ არის ეს ყველაფერი მოწყობილი. შეგახსენებთ, ეს არის აღდგომის ტაძარი და ზუსტად ეს არის ის ადგილი, სადაც ყოველ წელს აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლი გადმოდის. ტრადიციულად ეხლა დავჯდები და შევეცდები, რომ კარგად გავიაზრო, სადაც ვარ ახლა. შეგახსენებთ ციფრებს, სოფლიოში დაახლოებით 2,5 მილიარდი ქრისტიანი ცხოვრობს და აქედან 150 მილიონი მართლმადიდებელი ქრისტიანი არის. ასე რომ წარმოიდგინეთ, რამდენი მილიონი და მილიარდი ადამიანის ოცნება არის ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქ მოხვედრა. ეხლა ვზივარ აქ და ვფიქრობ, რომ რამდენად საოცრება არის ეს ყველაფერი, რომ ერთ დღეს უბრალოდ ვერც წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დღე და მე აქ ვიქნებოდი და ეს დღეს დადგა რა. საოცარი შეგრძნებაა უბრალოდ, არ ვიცი რა გითხრათ. მეგობრებო, ქართველები რო არ შემხვედროდნენ აქ, ეგ უფრო გამიკვირდებოდა და აგერ სრულიად შემთხვევით აღმოჩნდით ერთად. მიწიდან როცა სრულიად საქართველოს მივარ, აიხარე. აი ჩვენი ქვეყანა ამ წმინდა ადგილიდან და რა ვიცი ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობა გვენახოს ჩვენ ქართველებს საბოლოო ჯამში და ძალიან გამიხარდა შენიდან დაფარვა და რა ვიცი მეც გამიხარდა ქართველების ნახვა. სრულიად საქართველოს ყველგან სადაც ჩავდივარ ხოლმე, სულ რაღაცა ვეძებ ხოლმე, რომ ქართველი შემოხვდეს და ძალიან გამიხარდა. შემოგიყვება. იმედია საქართველოშიც შევხვდეთ. აუცილებლად. აი ესე ქართველებიც შემხვდნენ, იმედია კიდე შემხვდებიან სხვა ქართველებიც. ძალიან მიხარია ხოლმე ყოველთვის, როდესაც სამოგზაუროდ ქართველები მხვდებიან ხოლმე. აი ესე გამოიყურება ქვემოდან იმ ქვის ნაწილი, სადაც ჯვარს აცვეს იესო ქრისტეს, ზემოდან არის იქ ასასვლელი. ეხლა ჩამოვედი ტაძრის კიდევ ერთ ნაწილში და როგორც გავიგე, აქ იყო ეს ტაძარი ბევრჯერ იყო გადაკეთებული, მოკლედ სხვადასხვა იმპერიები რო იპყრობდნენ აქ ომების მერე, ბევრი რაღაც ინგრეოდა და თავიდან აკეთებდნენ, ყველა თავისებურად რაღაც აკეთებდა და ესეც ერთ-ერთი უძველესი ნაწილი არის ამ ტაძრის, ერთ-ერთი პირველი ნაწილი, როგორიც იყო აქაურობა. განათება არ არის, მაგრამ აი თუ ჩანს აქ ფრესკაც კი არის შემორჩენილი. ხოლო აი ეს ნაწილი არის გოლგოთის მთის ქვედა ნაწილი უკვე. ზედა მხარეს ვიყავით ჩვენ, სადაც იესო ჯვარს აცვეს, ერთი მხარე აქედან ჩანდა, რო ვიყავით გამოსული და ეს არის უკვე კლდის ქვედა ნაწილი. გავაგრძელოთ ნელ-ნელა იერუსალიმის დათვალიერება ძველი ქალაქის, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესოა, როგორი იყო თავდაპირველად აქ ყველაფერი რა. რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან ბევრი რამე არის შეცვლილი, სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვანაირად გადაკეთდა ყველაფერი და აი თავდაპირველად აქაურობა როგორი იყო, ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მთელი იერუსალიმი არის ერთი დიდი ბაზარი. ჩვეულებრივი სავაჭრო ცენტრი არის აქაურობა. თქვენ თვითონაც ხედავთ რაც ხდება. გადმოვედი სავარაუდოდ ეხლა ვარ უკვე ებრაელების უბანში, იუდეველების უბანში, სადაც ძირითადად ებრაელები ცხოვრობენ. აი ეს არის იერუსალიმში მოგზაურობა. გზების გარკვევა ძალიან რთულია, სად უნდა წახვიდე.
მე მგონი გამოჩნდა, გამოვედი სამშვიდობოს. იმიტომ რომ უკვე მეგონა რომ დავიკარგე. ქრისტიანების ყველაზე წმინდა ადგილიდან უკვე გადმოვინაცვლეთ ებრაელების ყველაზე წმინდა ადგილზე, ეს არის გოდების კედელი. ალბათ გეცოდინებათ ამ ადგილის შესახებ. ეს არის ერთ-ერთი უძველესი ტაძრის დასავლეთ კედელი, რომელიც არის შემორჩენილი და ზუსტად აი ეს კედელი არის მათი სავოლცავი მთავარი ადგილი. ალბათ გინახავთ წერილებსაც რო წერენ და ამ ქვებში რო ტოვებენ, ესეც ერთ-ერთი ტრადიციის ნაწილია. ჩრდილში ჩამოვჯექით ცოტა ხანი და აქედან მოგიყვებით საინტერესო რაღაცეებს, რა განსხვავება არის ჩვენსა და ებრაელებს შორის. პირველ რიგში იქიდან დავიწყოთ, რომ ებრაელები აღიარებენ მხოლოდ ძველ აღთქმას და მას ასევე ეძახიან ხელშეკრულებას ღმერთსა და ებრაელ ხალხს შორის. სადაც ღმერთი მათ ეუბნება, თუ თქვენ შეასრულებთ ღმერთის კანონებს, აღთქმულ მიწას გადმოგცემთ და ჩაგაბარებთ თქვენ. და ზუსტად ამიტომაც აქვთ მათ პრეტენზია დღევანდელ ამ ტერიტორიაზე, რადგან მათ შეერათ, რომ ეს მიწა ღმერთმა აბრაამს და მის შთამომავლებს აღუთქვა. აი ამიტომ აქვთ პრეტენზია ამ მიწაზე. ხოლო რაც შეეხება სარწმუნოებაში განსხვავებას, ძველ აღთქმაში ნაწინასწარმეტყველებია ასევე მესიის მოსვლა. ჩვენთვის ეს მესია იყო იესო ქრისტე, რომელიც მოევლინა სამყაროს, ხოლო ებრაელი ხალხისთვის ეს მესია ჯერ არ მოსულა და ისინი არ აღიარებენ იესო ქრისტეს როგორც მესიას. აი ეს არის განსხვავება, რატომაც ისინი არ აღიარებენ იესოს. ამასობაში ძალიან დაცხადა, ჩვენ უკვე გადავინაცვლოთ მესამე ყველაზე დიდი რელიგიის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილზე და რომ მივალ მაგ ადგილის შესახებაც მოგიყვებით ყველაფერს. აი ზემოთ რომ მოჩანს, ეგ არის მუსულმანების ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი, აი ამ გოდების კედელთან არის ახლოს, მაგრამ ვერანაირად ვერ მოვხვდი იქ დავდივარ წრეებზე და ვერც ვერავინ ვერ მაგებიებს როგორ უნდა ავიდე იქ. გავარკვიე როგორც იქნა, რატომაც ვერც ერთი მხრიდან ვერ მოვხვდი ამ ადგილის სანახავად და გავქნა დიდი ბოდიში ჩემს მუსულმან გამომწერებს თუ ხართ, მაგრამ აქედან მომიწევს რომ გაგიზიაროთ მაგ ადგილის შესახებ. პრინციპში თქვენ კი გეცოდინებათ, მაგრამ ვინც არიცით, იმათ გაგიზიარებთ, რომ ეს არის მუსულმანებისთვის მესამე ყველაზე წმინდა ქალაქი იერუსალიმი. მექასა და მედინას შემდეგ, მე მგონი სწორად ვამბობ, მუსულმანებს ჯერათ, რომ წინასწარმეტყველი მუჰამედი მექადან წავიდა იერუსალიმში ღამე, საიდანაც უკვე ცაში ამაღლდა. და ზუსტად ამიტომაც აი ეს ქვის გუმბათის ტაძარი, აი ასე ქვია ქართულად, ეს არის მუსულმანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი. აი ასე აერთიანებს იერუსალიმის სამ ძირითად რელიგიას. ბევრი ვიბოდიალე, თითქმის ნახევარი იერუსალიმი შემოვიარე, მაგრამ ისევ აღდგომის ტაძართან დავბრუნდი. რატომღაც ვერ ველევი ამ ადგილს რა. მინდა რომ კიდე გავჩერდე შიგნით ცოტა ხანი. არ ვიცი კიდე როდის მოვახერხებ აქ ჩამოსვლას, ასე რომ მინდა რომ ცოტა ხანი კიდე ვიყო აქ. წავედით, დავიძარით ნელ-ნელა, დროა უკვე. ეხლა ვაპირებ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი მოვინახულო კიდე იუდეველებისთვის, მეფე დავითის საფლავი და მე უკვე სადმე წავალ დავჯდები, შევჭამ, ყავას დავლევ, დავისვენებ, მე სასტუმროში დავბრუნდები და ასე შემდეგ. და მოვემზადები ხვალისთვის, რაც თავარია, რადგან ხვალ კიდე ძალიან საინტერესო ადგილი უნდა მოვინახულო თქვენთან ერთად. სად მივდივარ, მაგას ცოტა ხანში გეტყვით, რა თქმა უნდა. ესეთ რაღაცას დავაგემოვნებ ახლა, რომელიც ვიყიდე სომხურ მაღაზიაში და წყალში და ამაში გადავიხადე დაახლოებით $4. ზოგადად ესეთი რაღაცეები ძალიან მიყვარს, მაგრამ კონკრეტულად ამას დავუწერდი 10-დან 3-ს, იმიტომ რომ საერთოდ არაფრის გემოარ აქვს მართლა. ერთ რჩევას მოგცემთ, ვინც ჩამოხვალთ, ბარათით სამწუხაროდ ყველგან ვერ ვიხდი, ბევრგან არ აქვს ტერმინალი, ბევრ მაღაზიაში სადაც შევედი, ან უბრალოდ იტყუებიან და თვითონ რადგან ქეში ურჩევნიათ, მაგიტო იძახიან ესე, მაგრამ ბანკომატიდან თანხის გამოტანაზე საკმაოდ დიდი კომისია არის, ასე რომ ვინც ჩამოხვალთ, ჩემი აზრით ჯობია რომ თავიდანვე ან დოლარით ჩამოხვიდეთ და აქ გადაახურდაოთ მერე სადმე, ან თავიდანვე ისეთი რაოდენობა გამოიტანოთ, რაც დაახლოებით მაინც იცით რომ გეყოფათ რა. აქვე შეგახსენებთ და გთხოვთ რომ არხი გამოიწეროთ. 100,000 გამომწერზე მინდა რომ ავიდე ამ წლის ბოლომდე და დიდი იმედი მაქვს რომ ავალ თქვენი დახმარებით, რა თქმა უნდა. ვიდეოების გადაზიარება, ვიდეოების მოწონება,
კომენტარების დაწერა, აი ეს არის ყველაფერი, რაც ამ არხს დაეხმარება განვითარებაში. ეს ყველა დადის იარაღით. ყველა შეიარაღებულია. პირველივე დღიდან როგორც კი ჩამოვედი, ეგ მომხვდა თვალში. აი თითქოს ყველა სავალდებულო ჯარში არის ქალი, კაცი, ბავშვი, ნუ ისედაც ეგრე არის ქალებიც. ვინც არიცით ისრაელში ქალებიც და კაცებიც იხდიან სავალდებულო ჯარს. და ყველა შეიარაღებული დადის რა, ქუჩებშიც კი იარაღით დადიან რა, ეს ახალგაზრდები, გოგუები, ბიჭები, ყველა აი ჯარში რომ მიდიან, მოდიან, ყველა შეიარაღებულია. მოვედი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ადგილას, ეს არის სიონის მთა და ახლოსვე არის ძველ ქალაქთან. და რითი არის ეს ადგილი გამორჩეული ებრაელებისთვის. ეს არის მთა, სადაც მათ სწამთ, რომ მათი მეფე დავითი არის აქ სადღაც დასაფლავებული, მისი საფლავი დღემდე არ არის ნაპოვნი, ხოლო ქრისტიანებისთვის არის გამორჩეული იმით, რომ აქ არის ოთახი, სადაც შედგა საიდუმლო სერობა, სადაც უკანასკნელი ვახშამი მიირთვა იესომ. ამ ოთახის არსებობას ებრაელებიც აღიარებენ და იმ ფაქტს არ უარყოფენ, რომ ეს ყველაფერი ამ ოთახში მართლა მოხდა. აიღო სასმისი მადლიშეს წირა და უთხრა მათ: მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის. რადგან გეტყვით თქვენ ამიერიდან აღარ შესვა მოაზის ნაყოფისაგან, ვიდრე არ მოვახვთ ის სასუფეველი. აიღო პური მადლიშეს წირა, დატეხა და ურიგა მათ და უთხრა: ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად. ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება. და აჰა, ჩემი გამცემის ხელი ჩემთან ერთად არის ამ სუფრაზე. რადგან ძე კაცისა მიდის გაჩინებისამებრ, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა იგი. და მათ დაიწყეს ერთმანეთის გამოკითხვა, რომელი მათგანი გააკეთებდა ამას. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები ოთახში, სადაც ბოლოჯერ ივახშმა იესო ქრისტემ. წარმოიდგინეთ უბრალოდ, აი თავში ამ აზრების დაალაგება იმდენად რთული არის, აი ვერ აღვიქვავ კარგად ბოლომდე რაც ხდება ეხლა ჩემს გარშემო, საიდუმლო სერობა, სადაც გაიმართა, ზუსტად აი ის ოთახი არის ეს. რამდენად პირველადი სახით არის შემორჩენილი ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ვიცი, მაგრამ აი ზუსტად აი ეს არის ის ადგილი, სადაც ბოლოჯერ ივახშმა იესო. ესე გამოიყურება მიმდებარე შენობები. მეორე მხრიდან გამოვედი და ესეთი ეზო არის აქეთ. დაახლოებით 6 საათია საღამოს და ყველაფერი დაიკეტა უკვე, როგორც ხედავთ. აღაზიები. Nothing. Just go. აი მათხოვარი ესეთი უნდა იყოს. ქეში არ მიდევს მეთქი ჯიბეში ხო და აგერ არისო ბანკომატიო გამოგატანია. არ შეწუხდე ძმაო მეთქი. კარგად იყავ. საიდან იცი ქართული? You live in Georgia? Yesterday I come from Batumi. Okay. Ძალიან გამოვიარე და გაუმარჯოს როგორ ხარო და მეთქი საიდან იცი ქართული. Where are you from? თბილისი. Santlები მინდა? არა, მადლობა. Hello, მადლობა, გაიხარ. მადლობა. როგორ მიხარია ხოლმე ესეთი რაღაცები. თან თვითონ ვეხვდებიან რომ ქართველი ხარ, იმიტომ რომ მეორე შემთხვევა მქონდა, პირველი ვერ გადავიღე, მაგრამ რომ მიდიხარ პირდაპირ გესალმება რა, გაუმარჯოს რაღაც გამარჯობა. ანუ ხვდება რა ქართველი რა. ყველაფერი იკეტება უკვე და აქედან უნდა გავასწრო ახლა. კიდე შეერი არ დავრჩე გუშინდელივით. რამე გემრიელი უნდა ვჭამო და რა ვჭამო აქ თუ არა? ფალაფელი ალბათ. რა ყველაზე
პოპულარული საჭმელი აქ ალბათ ეგ არის. ეხლა ვფიქრობდი ჩემთვის, რომ თავის დროზე ალბათ ძალიან ლამაზი ქალაქი იქნებოდა რა. წარმოვიდგინე უცებ აი როგორი ქუჩები იქნებოდა, ეს ამდენი მაღაზიები ხო არ იყო მაშინ რა თქმა უნდა და ეხლა რომ რაღაც სავაჭრო ცენტრად არის გადაკეთებული, ძალიან ლამაზი ქალაქი იქნებოდა ჩემი აზრით. აი ესეთ ლამაზ ადგილს მოვაგენი. რა აქვთ გემრიელი, არ ვიცი, მაგრამ მე მინდა რომ ფალაფელი დავაგემოვნო. რადგან როგორც ვიცი, ძალიან გემრიელ ფალაფელს აკეთებენ აქ. როგორც იქნა, მოკლედ მთელი დღე არის ამ მომენტს ველოდები. მთელი დღე არის არაფერი არ მიჭამია პრინციპში, თუ არ ჩავთვლით იმ დარიჩინის ფუნთუშას, რომელიც არც კი მომეწონა. აი ესე გემრიელად გამოიყურება ჩემი ფალაფელის როლები. ძალიან კაი სუნი აქვს. რიგავს ინჯორ ჯერ, იმიტომ რომ ეს ძალიან ცხელი. ფრი გემრიელი. სოუსები მოყვება ცალკე, მაიონეზი და კეჩუპი. მაგრამ ჯერ გავსინჯობთ სოუსის გარეშე. ძალიან კაია მართლა. ვისაც ფალაფელი გიყვართ, მიხვდებით ახლა რა გემრიელიც არის რა. გარედან ხრაშუნა არის და შიგნიდან რბილი არის, აი ძალიან გემრიელია მართლა. ისეთი გემრიელია, რომ არანაირი სოუსი არ ჭირდება დამატებით. ფაქტიურად ახლა ორ ქვეყანაში ვარ ერთდროულად რა. პალესტინაშიც ვარ და ისრაელშიც ვარ. ანუ ორი ქვეყანა მეთვლება ახლა როგორ გამოდის ეს ყველაფერი. პოლიტიკური ამბები ცოტა ხანი გადავდოთ გვერდზე რა. ეს ხალხი ხო გვერდ ცხოვრობს მაინც. პალესტინელები, ებრაელები ერთად ცხოვრობენ მაინც, რა კი ისრაელი აკონტროლებს ახლა ძირითად ტერიტორიას და პალესტინას თავისი მთავრობა ყავს. მაგრამ ძირითადად მაინც ისრაელი აკონტროლებს ყველაფერს, ახლა ხო ყველამ კარგად იცის. სხვათა შორის დამავიწყდა იმის თქმა, რომ ისრაელმა პასპორტში არაფერი არ ჩამირთყა სპეციალურად, იმიტომ რომ ჩვენო რო ჩაგირთვა თუ ახლა შენო თუ სადმე აპირებო მე კიდე მოგზაურობასო პრობლემები შეგექნებაო რა და არ ვიცი ისედაც ესე აკეთებენ ხოლმე თუ ჩემ შემთხვევაში იყო რომ ერთ პასპორტში ორი ისრაელის და ირანის და ავღანეთის შტამპები არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე ცალკე რაღაც პატარა საბუთივით მომცეს, რითიც შევძლებ მე ქვეყნის დატოვებას. ხო, ანუ ოფიციალურად პასპორტში შტამპი არ ჩამირთვეს რა. დაახლოებით რომ მიხვდეთ, რამდენად ძვირია აქ მოგზაურობა, რაც შეუკვეთე ერთი ფალაფელის რვაპი, კოკა-კოლა და ამერიკანო დამიჯდა დაახლოებით $22. შეფასება თქვენთვის მომინდია. დავბრუნდი სასტუმროში, თავში ვერ ვალაგებ, კიდე ბოლომდე ვერ ვიაზრებ დღეს რა ადგილები მოვინახულე და სად ვიყავი უბრალოდ და ალბათ დრო მჭირდება ცოტა ამ ყველაფრის გასაანალიზებლად, რომ აი ყველაფერი კარგად გადავხარშო თავში სად ვიყავი და რამხელა სიწმინდეებს შევეხე ხელით პირდაპირ ჩემი საკუთარი თვალებით ვნახე ყველაფერი. ჩვენი მოგზაურობა რა თქმა უნდა აქ არ მთავრდება, წინ ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი გვაქვს მოსანახულებელი. ხვალ მივდივარ ბეთლემში, სადაც დაიბადა თვითონ იესო. ასე რომ ამ ვიდეოს რა თქმა უნდა ბოლომდე უყურეთ, ხვალიდან ვაგრძელებ პალესტინაში მოგზაურობას და დიდი იმედი მაქვს რომ არხის გამოწერა არ დაგავიწყდებათ, ვიდეოს დალაიქება, კომენტარების დაწერა და რა თქმა უნდა ინსტაგრამზე რომ გამოწერილი ყავდეთ ამ ყველაფერს თქვენ უკვე ნახავდით და სტორებიდან ძალიან ბევრ საინტერესო ადგილს დაათვალიერებდით, ასე რომ არ დაიზაროთ. წავედი ახლა და ხვალ შევხვდებით. დავიძარი ავტობუსების გაჩერებისკენ, როგორც ნახე, აქედან ჩვეულებრივი ხაზის ავტობუსები დადიან, ასე რომ იქამდე მარტივად ჩავალ წესით, ხოლო იქიდან რას ვიზავ უკვე მაგაში ადგილზე გავერკვევი იქ რო ჩავალ. დავიძარით და გაითვალისწინეთ, რომ ავტობუსებში ბარათით ვერ გადაიხდით, ვიზას არ იღებენ, მხოლოდ ქეშით შეგიძლიათ ადგილზე გადახდა და გადავიხადე 8 ამ ბილეთში, რაც არის $2-ზე ალბათ ცოტა მეტი.
ჩამოვედი ბეთლემში მეგობრებო და სულ რაღაც 3 კილომეტრით გამოვცდი ჩემს გაჩერებას, რატომღაც არ ვიცი, რატომღაც მეგონა რომ ბოლო გაჩერება უნდა ყოფილიყო და მივხვდებოდი აუცილებლად რომ ჩემი ჩასვლის დრო იქნებოდა, მაგრამ შევცდი და სულ რაღაც 3 კილომეტრით გამოვცდი გაჩერებას, სადაც არის მაცხოვრის შობის ტაძარი. What's your name? Leo. Leo. I am from Georgia. I know. You know Georgia? No, I'm Palestine. You are from Palestine. Okay. Palestine العربية. Yeah. Leo's journey. Leo's journey. Right? Yeah. You will put me right? Yes, What of course. country? Yeah. Yes, tell them your YouTube channel. Leo's journey. Yeah, like, Leo's share, journey, like, share, subscribe. الحين هو وقف تاكسي رحت انا اخذته من التاكسي كحص علي აი გამართლება ამას ქვია მეგობრებო რა ტაქსს ვეძებდი ახლა რომ წავსულიყავი და აგერ ჩვენივრად მივალ ახლა ტაძრამდე ბევრი გულები დაუწერეთ ამ ხალხს კომენტარებში აი ეს არის მეგობრებო მარტო მოგზაურობა რა თქვენ კიდე მეკითხებით ხოლმე მარტო მოგზაურობაო არ არისო მოსაბეზრებელიო და აჰა აგერ არის პასუხი ჩემთვის მივდიოდი გზაზე და აგერ ხიარულმა ხალხმა სულ ცეკვა თამაშით მომიყვანა აქამდე აი ასე გამოიყურება ტაძარში შესასვლელი იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, არ ეწერათ მთელი მსოფლიო. ეს აღწერა პირველი იყო სირიაში კვირენიოსის მმართველობისას. ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად თითოეული თავის ქალაქში. იოსებიც წავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან იუდიაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ბეთლემი, ვინაიდან იგი დავითის სახლისა და ტომისა იყო. რათა ჩაწერილიყო მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული. და ორსულად იყო. მათი იქ ყოფნისას შესრულდა მარიამის მშობიარობის დღეები და შვადზე თავისი პირმშო. შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის. იმ მხარეში მწყემსები იყვნენ მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი დაადგა მათ. უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით. და უთხრა მათ ანგელოზმა, ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება. ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. აი, აქედან არის ჩასასვლელი თვითონ იმ ადგილას, სადაც იესო დაიბადა. ადრე აქ უბრალოდ გამოქვაბული იყო და შემდეგ უკვე აშენდა ტაძარი ამ ადგილას. შემოვედი მეგობრებო და აი ეს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც იესო დაიბადა. და აი ეს არის ზუსტად ის კუთხე. აი ასე გამოიყურება აქ ყველაფერი. პირველი ტაძარი აქ მე-4 საუკუნეში აშენდა რომის იმპერატორმა კონსტანტინემ ააშენა და დროთა განმავლობაში იცვლებოდა აქაურობა. მე-6 საუკუნეში ისევ აღადგინეს მერე თავიდან და დროთა განმავლობაში იცვლებოდა, მაგრამ ძირითადი ნაწილი თავდაპირველი იერსახის როგორც აშენდა, მაინც შენარჩუნებულია. ძველ აღთქმაში ზუსტად ასე იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ მესია დაიბადებოდა ბეთლემში. დავით ზარი ნელ-ნელა ჯერ უნდა დაუბრუნდე იერუსალიმისკენ და მერე უნდა შევეცადო წავიდე იერიქოში და იმედია დღესვე გამომივა და მოდით ბარემ ვისარგებლებ ამ მომენტით და წინასწარვე გავცემ პასუხებს იმ კითხვებს, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი დაიწერება კომენტარებში. მაგრამ წინასწარვე მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი შეურაცხმყოფელი კომენტარი ნებისმიერი სარწმუნოების მიმართ ან ნებისმიერი ეროვნების მიმართ ავტომატურად წაიშლება და ყველაზე სულ შემთხვევაში დამწერიც დაიბლოკება, ასე რომ უბრალოდ
ყველანაირი შეურაცხყოფისგან თავი შეიკავეთ. ოფიციალურად ახლა ვიმყოფები პალესტინის ტერიტორიაზე, ეს ქალაქიც მდებარეობს პალესტინაში და სხვა ქალაქებიც, სადაც უნდა ვიმოგზაურო, მდებარეობს ოფიციალურად პალესტინის ტერიტორიაზე. მაგრამ როგორც იცით, ამ ყველაფერს აკონტროლებს ისრაელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პალესტინა, პოლიციაც პალესტინის არის თავისი დროშებით, წარწერებით და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, აქაურობას აკონტროლებს ისრაელი. ხოლო საკითხი ასე დგას, თუ ჩვენ ამ ყველაფერს შევაფასებთ ბიბლიიდან, რადგან ჩვენ მორწმუნეები ვართ, ქრისტიანები ვართ, ძველ აღთქმას ვაღიარებთ, იქ წერია და ებრაელები პირდაპირ ბიბლიით გელაპარაკებიან, რომ ეს მიწა არის ებრაელების და ბიბლიურად ეს მიწა ეკუთვნით ებრაელებს. და ესეც ფაქტია, იმიტომ რომ ძველ აღთქმაში ასე წერია. ხოლო რაც შეეხება პალესტინელებს, თავის მხრივ პალესტინელებიც მართლები არიან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში აქ ცხოვრობენ და მათი სახლი არის და მათი სამშობლო არის და ეს მიწა ისევე ეკუთვნით მათ, როგორც ებრაელებს, ჩემი აზრით, იმიტომ რომ საუკუნეები არის ეს ადამიანები აქ ცხოვრობენ. მაგრამ ის რაც ხდება ღაზაში და სხვა რეგიონებში, სადაც ომი მიმდინარეობს, ვერანაირი ბიბლია და ვერაფერი ვერ ამართლებს იმას, რაც დღესდღეობით იმ ტერიტორიებზე ხდება. მესმის, რომ ეს არის ომი, მესმის, რომ ბევრი შეიძლება უსამართლო რაღაც მოხდეს, ეს ყველაფერი მაინც არ ამართლებს იმას, რამდენი უდანაშაულო ადამიანიც ეწირება ამ ყველაფერს, ბავშვები როგორც იტანჯებიან, ამ ყველაფერს მე პირადად ვერანაირ ახსნას ვერ მოუძებნი, ვერც ბიბლიურად და ვერანაირად. საბოლოოდ ჩემი აზრი არის ასეთი, რომ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სიგიჟე, რაც ახლა ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდება და ეს ადამიანები შეძლებენ ერთად მეგობრულად თანაცხოვრებას. აი ასე გამოიყურება ბეთლემის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ქუჩა. ძალიან ბევრი რაღაცეები იყიდება. მოვიდა ჩემი ავტობუსი. ჯერ დავბრუნდები იერუსალიმში, როგორც გითხარით და მერე უკვე შევეცდები იერიქოში წასვლას და ნახოთ რამდენად გამომივა, იმიტომ რომ უკვე გვიანია და შეიძლება ისევ იერუსალიმში მომიწიოს დარჩენა. აი ასე გამოიყურება პატარა საზღვარი პალესტინასა და ისრაელს შორის, პატარა ჩეკპოინტივით არის. აქეთ რო გადმოვდიოდით პალესტინის ტერიტორიაზე არაფერი შეუმოწმებიათ, ხოლო უკან ვბრუნდებით, ახლა ავტობუსიდან ყველა ჩამოგვიყვანეს და საბუთებს ამოწმებენ, ჩანთებს და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, უსაფრთხოების მხრივ მაინც გამკაცრებულია რაღაცეები. დავბრუნდი იერუსალიმში, მოსაღამო და ამასობაში 6 საათი ხდება და ახლა უნდა მივიდე ერთ ადგილას, საიდანაც გადიან ავტობუსები ერთ ქალაქში, საიდანაც უკვე ტაქსით უნდა წავიდე იერიქოში და ნახოთ დღეს თუ გამოვიდა, თუ არა და მერე წავალ სადმე დავბინავდები. ჩამოვედი ქალაქ ალ-აზარიაში და აი ჩემს უკარო ყვითელი მიკროავტობუსები ჩანს, მაგით უნდა გავაგზავნოთ ახლა გზა, წასვლის დროც მოვიდა. ეს ქალაქიც შეგახსენებთ, რომ პალესტინის ტერიტორიაზეა. ჩამოვედი მეგობრებო, ესეც ქალაქი იერიქონი და მინდა გითხრათ, რომ არც ისე ცუდად გამოიყურება სხვათა შორის და ზოგადად პალესტინის მხარეც საკმაოდ კარგად გამოიყურება ყველაფერი პალესტინაშიც. დავარი არის ახლა სადმე თავშესაფარი მოვძებნო, იმიტომ რომ არ მინდა ნამდვილად იერიქონში ახლა ღამე ქუჩაში დარჩენა. ბუკინგზე სამწუხაროდ არჩევანი არ არის, იმიტომ რომ რაც დევს ბუკინგზე სასტუმროები ყველა არის $300 ღამე და რაც ესეთი არარეალური ციფრები აწერია, ასე რომ იმედია ნორმალურ ფასად ვნახავ რამე სასტუმროს. ამ 2 დღის განმავლობაში ხან პალესტინაში ვარ, ხან ისრაელში ვარ. მე თვითონაც ვეღარ გავიგე უკვე სად მოგზაურობ რა. Google Maps-ზე მიჩვენებს, რომ აი აქ არის რაღაც სასტუმრო და არ ვიცი, იმედია დავბინავდები. ესეთ ქუჩებზე მიწევს სიარული შუაგულ პალესტინაში. ეს რაღაც ფონიჭალელი ნარკობარონის სახლს გავს. შეიძლება აქ იშენებენ უკვე ვილებს. Hotel. Yeah? Did you call my dad? No. Did you talk No, I just saw you this. just saw the photo there?
No, I find this hotel on a booking, but I don't have a reservation. Oh, all right. Okay. Okay. მოვაგენი რაღაცა სტუმროს და იმედია ეხლა აქედან უარით არ გამისტუმრებენ, თორე დავრჩი გარეთ და ეგ არის რა. აი, ასე გამოიყურება მოკლედ ჩემი ოთახი. ერთი ესეთი ოთახი არის. ხო, აი აქეთ არის ცალკე სააბაზანო ოთახი. ესე გამოიყურება სუფთად. დავბინავდი და ეხლა გამოვედი გარეთ, რამე უნდა ვჭამო სასწრაფოდ და აქვე ახლოს მიჩვენებს რუქაზე ერთ ძალიან საინტერესო ადგილს და მივალ ეხლა და მოვინახულებ აუცილებლად. ვითხოვ KFC-ის ყურადღებას, მე რამდენი დღეა უკვე არ ვიცი, მე რამდენი მოგზაურობაა უკვე. მახარას და Coca-Cola-ის არ იყოს, რავი, მე და KFC-მაც უკვე რაღაცა ისედაც კაი რეკლამას ვაკეთებ მე მგონი და მაგიტომაც არ მეხმიანებიან რა. ამ ვიდეოს კომენტარებშიც დაუწერეთ ყველამ დაასპონსორე ლევ. KFC დაასპონსორე ლევ. იმედია როდესმე მოგვაქცევენ ყურადღებას. აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური ქუჩა ქალაქ იერიქონში. მაგრამ ეს არ არის ძველი ქალაქი, ეს როგორც ვიცი ახალი ქალაქია და ძველი ისტორიული ქალაქი, აქედან არც თუ ისე შორს არის და შევეცდები რომ ხვალ იქაც ავიდე და დაგათვალიერებინოთ ყველაფერი. დავბრუნდი სასტუმროში, ეხლა დავისვენებ, მოვწესრიგდები, მოვემზადები ტრადიციულად, კარგად გამოვიძინებ, ძალებს აღვიდგენ და ხვალ დილიდან გავალ მოკლედ ყველაფერს დასათვალიერებლად. ვფიქრობ პირველი ძველი ქალაქი დავათვალიერო და მერე ნათლობის ადგილას წავიდე თუ პირიქით გავაკეთო. მოკლედ არ ვიცი რა, მაგრამ მე მგონი ჯობია რომ ჯერ ნათლობის ადგილი ვნახო, მერე ძველი ქალაქი დავათვალიერო და ბარემ წავალ აქედან ქალაქი ნაზარეთისკენ. მოკლედ ამ ყველაფერს დღეს გადავწყვიტავ და ხვალ დილით თქვენ შეგატყობინოთ. რაც შეეხება ამ ვიდეოს სამწუხაროდ აქ უნდა დავასრულოთ. იმედია მოგეწონათ, იმედია საინტერესო იყო და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ ყველაფრის კარგად გადმოცემა შეუძლიათ თქვენთვის. ყოველ შემთხვევაში მე შევეცადე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადგილი დარჩა კიდე სანახავი, თუნდაც იერუსალიმში. ბევრი დამიწერთ ეხლა ვიცი ჯვრის მონასტერს და შოთა რუსთაველის ქუჩას, მაგრამ აი ფიზიკურად ვეღარ მოვახერხე რომ იქამდე მივსულიყავი რა. იმდენად გადატვირთული გადაღება მქონდა გრაფიკი, რომ ფიზიკურად ვეღარ ვასწრებდი ვერაფერს. ასე რომ არა უშავს, შემდეგისთვის შემოვინახავ, არ ვიცი, შემიძლია პირობა დავდო და გითხრათ, რომ აი 100-დან 100%, აი რაც არ უნდა მოხდეს იერუსალიმში აუცილებლად დავბრუნდები, თან დავბრუნდები ძალიან მალე და კიდე ძალიან ბევრ საინტერესო ადგილს განახებთ. ეს ვიდეო აქ სრულდება, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი მოგზაურობა გრძელდება, როგორც უკვე გითხარით. ეხლა ვარ ქალაქ იერიქონში, ეს არის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მსოფლიოში, მე მგონი ყველაზე ძველი დასახლებული ქალაქი არის მსოფლიოში. ამ ქალაქის ისტორიულ და ძველ ნაწილებს მოვინახულებ შემდეგ ვიდეოში. აქედან ახლოს არის ადგილი, სადაც იესო მოინათლა და იმ ადგილს მოვინახულებთ მდინარე იორდანეზე და ასევე აქედან გავაგრძელებთ მოგზაურობას ქალაქი ნაზარეთისკენ, სადაც ბავშვობა გაატარა იესომ და მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები გელოდებათ კიდევ წინ და რა თქმა უნდა ბოლოს დედაქალაქში თელ-ავივშიც ჩავალთ და თელ-ავივსაც დავათვალიერებთ. ასე რომ შემდეგ ვიდეოს აუცილებლად დაელოდეთ და რომ არ გამოგრჩეთ, რა თქმა უნდა არხი უნდა გქონდეთ აუცილებლად გამოწერილი. ძალიან დიდი თხოვნა იქნება რომ ვიდეოების დალაიქება არ დაიზაროთ, კომენტარების დაწერა არ დაიზაროთ, თითო რაღაც სმაილი მაინც რო დაწეროთ ან რავი თითო სიტყვა, ესეც კი ძალიან ბევრს ნიშნავს იმისთვის რომ ეს არხი განვითარდეს და ვიდეო რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, ვინც გვერდში უდგახართ არხს განვითარებაში და შევხვდებით ტრადიციულად მომდევნო საინტერესო ვიდეოში ისევ და ისევ ისრაელიდან.